მნიშვნელოვან თემას გვინდა შევეხოთ. ნუ მოჭრი, მორთე, ეს არის მოწოდება, რომლის ეგიდის ქვეშაც გარემოს დაცვის სამინისტრომ აქცია წამოიწყო. რუსთან გეორგაძეს მოусმინოთ ამის შესახებ. ნუმოჭრი მორთე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ახალი კამპანია, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. ახალი წელი მოდის და სულ უფრო აქტუალური ხდება ნაძვების მოჭრის პრევენცია. ეს კამპანია კი განსაკუთრებით დააინტერესებს კერძო კომპანიებს, რომელთაც საშუალება ექნება თბილისში და არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით შეარჩიონ ნაძვი და საკუთარი სურვილისამებრ მორთონ. უფრო დეტალურად ბატონი მინისტრი გიგლა აგულაშვილი გვესაუბრება, საიდან გაჩნდა იდეა და როგორ დაეხმარება ეს ნაძვების მოჭრის პრევენციას ეს კამპანია. იდეის გაჩნდა იდეა იქიდან, რომ რაც თავარია გადაგვერჩინა გვინდოდა ნაძვები, რომ ხეები არ მოჭრილიყო და შესაბამისად და როცა ჩვენ ვესაუბრეთ კერძო კომპანიებს, მათაც გამოხატეს დაინტერესება, ისინი ჩაერთვენ ამ კამპანიაში. მე ვფიქრობ, რომ ეს კამპანია ასევე შეიძლება აიტაცოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა ფიზიკურმა პირმა, მაგალითად კორპუსების სამხანაგობებმა, შეიძლება ეს იყოს მუნიციპალიტეტები და მთელ საქართველოს მასშტაბით, რომ წესად გქონდეს არ მოვჭრათ ნაძვის ხეები და მოვრთათ ისინი, დავტოვოთ ისინი ბუნებაში. აქვე მინდა ისიც გითხრათ, რომ კომპანიები, რომლებიც ამ აქციაში არიან ჩართულები, რომლებიც თვითონ თავისივე ხარჯებით მორთავენ ნაძვის ხეებს, ახალი წლების დღეების გასვლის შემდეგ თვითონ მოახდენენ ამ სათამაშოების დემონტაჟს, ასე რომ ნაძვები ბუნებრივ მდგომარეობაში ისე შენარჩუნებული იქნება გარემოში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოგეხსენებათ. მე ვფიქრობ, რომ ამ კამპანიისთვის რაც მეტი და ხალხმრავალი მხარდაჭერა იქნება, მით უფრო უკეთესი იქნება. უფრო რომ დაუზუსტოთ ჩვენს მაყურებელს, ანუ ნებისმიერ ეზოში მდგომი ნაძვის ხე შეუძლიათ მორთონ, ხო? კი ბატონო, მათ შეუძლიათ შეარჩიონ საუკეთესოთა შორის საუკეთესო მათი აზრით, რა თქმა უნდა, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ჩვენ მათ დავეხმარებით რაღაც გარკვეულ ორგანიზაციულ საკითხებში, როგორც თქვენ უკვე ბრძანეთ, მერიის მხარდაჭერითაც მიდის ეს კამპანია, ასევე მუნიციპალიტეტებს, ასევე ნებისმიერ ფიზიკურ პირსაც დამოუკიდებლადაც შეუძლია ეს გააკეთოს. თქვენ უკვე ახსენეთ, რომ კომპანიები ძალიან კარგად შეხვდნენ ამ ინიციატივას. უკვე ვიცით, რამდენი კომპანია ჩაერთო ამ აქციაში? ეხლა უკვე რომ მზად, ვინც უკვე შეარჩია ნაძვის ხეები მოსართავად არის 10-ზე მეტი კომპანია, მაგრამ კი მე მგონია, რომ აი ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგაც ეს რიცხვი გაიზრდება ძალიან. ძალიან დიდი მადლობა, ბატონი მინისტრი გიგლა აგულაშვილი საუბრობდა ჩვენს ეთერში. თქვენ ჩემს უკან ხედავთ, რომ უკვე მიმდინარეობს მეტრო დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი ნაძვის მორთვა. კერძო კომპანიამ უკვე გადაწყვიტა, რომ მოერთო ის და ძალიან გამიხარდებათ რუსთავი 2-ც ჩაერთვება ამ კამპანიაში და ჩვენი სახელობის ნაძვი გვექნება თუნდაც ჩვენს ეზოში. ჩვენც მივესალმებით ამას, თუ კი რუსთავი 2-ც ჩაერთვება და ყველა კომპანია, ტელეკომპანია, არ ვიცი, რადიოკომპანია, ნებისმიერი ვისაც გარემო აინტერესებს და გარემოზე ზრუნავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადავარჩინოთ და დავიცოთ ნაძვები მოჭრისგან.